იმდენი გამოწვევის და პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომ მე ჩემს პირად პრობლემაზე თითქმის ავლაპარაკობ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომ აუცილებლად ყველა ღონეს ვიღონებ, რომ სამართალი აღვადგინო. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ როგორც სხვა მოსახლეობის 80% მინიმუმ საქართველოში, მეც ასე ყოველდღიური მუშაობით გამაქვს თავი. მამას არც სამშობლო გაუყიდია, არც მიწები გაუყიდია, არაფერი არ გაუყიდია, არც ტენდერების ბოსი არ ყოფილა, რომ მე ფეხზე გადადებული მეცხოვრა და ციდან კანფეტები და ყვავილების ცვენა მქონოდა. მეც როგორც თქვენ ვწვალობ, შრომებ ყოველდღიურად. ახლა მქონდა მცდელობა ქსელურ მარკეტში მემუშავა, მე მანამდე მან შეხება მქონდა მხოლოდ როგორც მომხმარებლის და ძალიან კარგად იცით იქ რა საშინელებები ხდება. დაწყებული ანტისანიტარიიდან საერთოდ მომსახურება ხო საერთოდ საშინელება, ფასები, რაღაცა კატასტროფული ვადები რომ გასდის და ძველებს რომ ყიდულობთ, ეს ხომ ჩვეულებრივ ნორმად აქცია ზუსტად თქვენი უნიათობის გამო და ამიტომ მე მიწევს კიდევ უფრო მეტი ბრძოლა. მოკლედ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ვისოლის მარტში მქონდა ასე ვთქვათ მცდელობა მუშაობის დაწყების. დიახ, იმიტომ რომ მე წლების განმავლობაში საჯარო მოხელე ვიყავი და იქ რომ შევამჩნიო რაღაცა ირეოდა სიტუაცია და მე იმის გამკეთებელი არ ვიყავი, წამოვედი. დიახ. და ახლა ესეთი რეალობის წინაშე დაგვაყენეს კორუმპირებულმა მთავრობამ, რომ ყველგან კონსულტანტები, მომსახურეები, სალარო დამლაგებლები და ასეთი რაღაც მსგავსი რაღაცა სამომხმარებლო სფეროში სჭირდებათ ქართველები და მეც სამწუხაროდ გამონაკლისი არ ვარ. ახლა კი გაჩვენებთ ვიდეოს და შემდეგ გავაგრძელებთ თემას. თუ ვერ მიხვდით, აგიხსნით, ეს არსება არის ანი ბექაური, რომელიც არის საგურამოს შესასვლელში ვისოლის მარტის ადმინისტრატორი იყო მაშინ, მან შემიზღუდა კი არა, უფლებაც არ მომცა, რომ კომპიუტერთან მისულიყავი და მესწავლა და მემუშავა, რადგან საგამოცდო ვადაში ეს ორივე შედის. და ეს ვაჟბატონი ნიკოლოზ ჭიჭინაძე, რომელიც რატომღაც ძალიან რბილად ექცეოდა, მე არავის პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს, მაგრამ როცა მე მეხება და ჩემს უფლებებს ეხება, ჩემზე მეტი არავინ არ არის, არც მე არა ვარ არავიზე ნაკლები, ძალიან ისე ხედავთ, რომ აბა როგორ უნდა იმუშაოს, თუ არ მიუშვით და მოკლედ მთელი ამბები. აქამდე იყო 1 საათიანი წივილ-კივირი, ისტერიკა, პანიკა, აი ამ სოფლის ქალის, რომელსაც არც განათლება, არც ინტელექტი არ აქვს, საშინელება იყო, მე მსგავსად ადამიანის დაბალი დონე და მდაბიობა მე არავისთან არ მინახია. და სწორად ასეთი შეპყრობილების გამო არის, რომ ყოველთვის ეძებენ კანდიდატს, ყოველთვის არის უკმარისობა თანამშრომლობის, იმიტომ რომ ესეთი ავადმყოფი უფროსები, რა ქვია, უფროსები კი არა, საცოდაობა არის. ამად გამო უნივერსალს ეძახიან იქ მოლარეს თუ კონსულტანტს, დალაგებიდან დაწყებული თაროები, ფასები, იქ მომსახურება, იქ სალაროსთანაც უნდა მიხვიდეთ და ყველაფერი გიწევს, აი ამად გამო, რომ თვითონ მეტი ხელფასი გქონდეთ და იფხორონ მერე, რომ აი ჩვენ უფროსები ვართ. მე არ ვაპირებ გაჩერებას, მე უკვე შრომით ინსპექციაში დავწერე განცხადება და საკმაოდ კაფიოდ ჩამოუყალიბე, ორჯერ მივედი, მომივლინეს 2 ინსპექტორი გიორგი და მიხეილი, მე ასევე ვაპირებ შემოსავლების სამსახურშიც შეტანას, ვისოლშიც დარეკილია უკვე მარტში, სასამართლომდეც მივალ, მე წამი არ დავთობ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ყველანაირ ზღვარს ცდება. ზუსტად ესეთი ავადმყოფები და შიზოიდები არიან შეყრილები ქსელურ მარკეტებში, რომლებიც ჩამყაყებულები წლების განმავლობაში რობოტებად არიან ქცეულები, გაღიზიანებული, აგრესიულები და ადამიანის თავისუფლებას და თუნდაც რამით არ ვიცი, ყველაფერი შურთხეს ისეთი ავადმყოფები არიან და მანდ მით უმეტეს და ცდილობენ, რომ შენც ესე დაგაჩმორონ, დაგაკნინონ, შეურაცხყოფა მოგაყენონ და გაგანადგურო, რომ ის 2 კაპიკი შხამად გაქციონ.
მე ჩემსაც აუცილებლად ვიბრძოლებ, მაგრამ თქვენ მხარდაჭერაც მჭირდება, რადგან ასეთ ვირთხებს და ავადმყოფებს ხალხში გამოჩენის ეშინიათ და მათი საქმეების ფარდის სახდის მით უმეტეს, რომ ზევით ზემდგომები რო ყავთ უფროსები, მიხვდნენ რა ავადმყოფებთან აქვს საქმე, ან დააქვეითონ, ან რაღაცით დასაჯონ, ან საერთოდ მოხსნან, ვინ არის უსვლელი ამ ქვეყანაში, რომ ზუსტადაც ადამიანებს უნდათ მუშაობა ადამიანურ პირობებში, რომ შეირგონ ის ორი კაპიკი და ის ორი დღე ცხოვრების. მადლობა დიდი ყურადღებისთვის.